მშველების ტუნმა გადამალა სიცოცხლის ენერგიის წყარო, შვიდობის კრისტალი. მას მერე კრისტალს თაობებს გადასცემენ, რომ სამყაროში დაცული იყოს წონასწორობა. თუ კრისტალი ბოროტ ძალას ჩაუვარდება ხელში, ინსტინქტები გაიღვიძებს. თუ ეს საქმე გამოგვივიდა, ყველანი კმაყოფილები ვიქნებით. მე ძალა უფლება? შენ ფული. ამიერიდან ვერავინ ვერასდროს ვერ მოგვერება. ხოლოდ შენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა. არავის უთხრა, დღეს 7 საათზე მოდი ბებერ მუხასთან. ეს საიდუმლოა. რაო, რა წერია? რამე საინტერესოა? არაფერი. უბრალოდ რაღაც თამაშია. მოგესალმებით, ბავშვებო. დღეს განსხვავებული ფორმატით ვიმუშავებთ. აბა მითხარით, ვისაც სურვილი გაქვთ, დღეს რამე უცნაური ან საეჭვო ხომ არ მომხდარა? ბაჭია, შენ რას მეტყვი? არა, არაფერი არ მომხდარა. გასაგებია. დანარჩენები რას მეტყვით? იცი, ხვალე ავალ შენთან ოჯახში და ყველაფერს ვიტყვი. მამა ჩემი გაგიჟდება, ჩამკეტავს და საერთოდ ვეღარ გნახავ. ხო იცი რომ უშენოდ აღარ შემიძლია. მართლა? გამატარი, მოიძიე. ალალა. მოხდა რამე, ბაჭია? კლასში წერილი ვიპოვე. მერე? ვიცი რომ საიდუმლო უნდა შევინახო. მაგრამ დედა ყოველთვის მაფრთხილებდა. არ შეინახო საიდუმლო, თუ ის უსაფრთხო არ არისო. და მეუბნებოდა რომ ვიღაც სანდომ მაინც უნდა იცოდეს სად ვარ. და რას აპირებ? მიხვალ მუხასთან. თქვენ საიდან იცით წერილში რა ეწერა? ოჯახ ბაჭია, შენ გადალახე გამოცდა. მაინტერესებდა როგორ მოიქცეოდი უცნაური საიდუმლოს პირობებში. ანუ ეს ყველაფერი თქვენ მოაწყვეთ? ხო ბაჭია. და გახსოვდეს, რომ საიდუმლოთ არავის უნდა გაყვე. არც ნაცნობს და არც უცნობს. და თუ საფრთხეში ხარ და დედას ვერ უკავშირდები, აუცილებლად უნდა მიმართოს სანდო უფროს. ბატონო რეზო, თქვენ აღნიშნეთ, რომ აუცილებელია დაწესდეს უსაფრთხოების გადასახადი. როგორ ფიქრობთ? ტექნიკურად ამის განხორციელება როგორ არის შესაძლებელი? მადლობა შეკითხვისთვის, მაგდა. ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენი მშვიდობის კრისტალის მოქმედება შეიზღუდება და მასზე წვდომა ბალახის მჭამელ ცხოველებს სპეციალური ჩიპების მეშვეობით ექნებათ. რომლებიც მიბმული იქნება სააბონენტო გადასახადთან. მერწმუნეთ, ტექნიკურად ყველაფერი შესაძლებელია. კი, მაგრამ ეს კრისტალი ხომ ყველას ეკუთვნის. როგორც მტაცებლებს, ასევე ბალახის მჭამელებს. გამოდის, რომ გადასახადს მხოლოდ დაუცველი ცხოველები გადაიხდიან. სწორად აღნიშნეთ. მტაცებლები ისედაც დაიცავენ თავს. მაგრამ თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკის განვითარება, მოგვიწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა. მაგალითად, ჩვენი ბანკი მზადაა გასცეს უპროცენტო კრედიტები,
ასე ვთქვათ, კეთილდღეობის კრედიტი. არ გგონიათ, რომ ამან შეიძლება ხელვარება გამოიწვიოს? ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცხოველთა დიდ მოწონებას დაიმსახურებს. გაქცევას გვაიძულებენ. სად უნდა გავიქცეთ? ჩრდილოეთში უკვე დააწესეს ასეთი გადასახადი. გამოსავალი ერთია, დასავლეთი. როგორმე საზღვრამდე უნდა ჩავახცინოთ. იქიდან ფორთხვით გადავალთ. კი, მაგრამ რომ დაგვიჭიროთ. მართლა მოგვიწევს წასვლა. რა მნიშვნელობა აქვს ესენი შეგჭამენ თუ ისინი დაგიჭერენ? იქ არ შეგჭამენ მაინც. სად გვაქვს იმდენი ფული 4 კაცის კეთილდღეობის გადასახადი რომ ვიხადოთ? ნამდვილად არ გვაქვს. საოცრებო, ვიღაცამ ფული ჩაგვირიცხა. გატეხილია ბანკ კავკასიური არწივის სერვერები. ზარალი დგინდება. დროზე ხალო. დროზე ხალო. რაც გაჩერდი. იმასწორ წახში. ესეც ასე. რა ხდება? ვერ არის საქმე კარგად. ანგარიშებიც არიელია. არავინ უნდა გაიგოს. საერთოდ დავიხუპებით. თუ კრისტალი ჩვენს ხელში იქნება, არაფერი გვემუქრება. თავარია კლიენტები არ დავკარგოთ. კარგი, წავალ მე თანამშრომლებს გავაფრთხილებ. ძადი. ვერ დავიჯერებ, რომ შენი ასაკის კურთხელს ამის გაკეთება შეუძლია. ჯობია ის მითხრა, ვინ არიან შენი თანამძრახველები. არ მყავს თანამძრახველები. გინდა დამაჯერო, რომ ყველაზე დიდი ბანკის უსაფრთხოების სისტემა შენ გატეხე? კი, ასეა. და როგორ შეგიძლია დაამტკიცო? თქვენ თვალწინ გავტეხავ. საინტერესოა. კეთი, ტელეფონთან გეძახიან. ახლავე. მალე დაუბრუნდები. მალე საინტერესო გამოძიებაში მოგიწევს ჯართვა. გახსოვდეს, ბებერმა როლანდმა ბევრი რამე იცის. გისმენთ? შენი დრო ახლოვდება.
მცადე აღადგინო რეპუტაცია. ბატონო ნოდარ? ბატონო ნოდარ. მე ვარ ბეჰემოთი ნოდარი, დირექტორი მუზეუმის. აქ არ დავინახო უწესრიგობა და ხმაური. დილიბზესთან ერთად ვიღვიძებ მეკოხთა. ჩაი და თაფლი კარაკით დავიწონები მორცხვად. ექსპონატებს მენ სიფრთხილით დამდრს უბერავ შვიდინით და მუზეუმი ცელავს როგორც ვარსკვლავი ღამით დღე და ღამე მუშაობ და ამით ვამაყო ბეჰემოთის გული არის ვენებს დამით მე ვარ დირექტორი ყველაზე მაგარი მუზეუმია ჩემი თავშესაფარიც უხურებ ფრესკებს ლებს დინოზავრის სურდარდობ ჩემზე დიდი როგორ არის მუზეუმს უხარია როცა მოდის ნოდარი ბეჰემოთი ნოდარი თქვენი მეგობარი არის სიცოცხლე შრომა და შრომა მალამაზებს მე მზის ჩასვლის მერე სტარბას ვალამაზებ თითო ექსპონატში პატარა სიზმარია მუზეუმი ჩემია და მე მიხარი ბატონო ნოდარ. ბატონო ნოდარ. რა იყო? რა მოხდა? უნდა ნახოთ. წამოდით. რა ხდება მითხარე? წამოდით, დროზე დაუჩქარეთ. წამოდით, დაუჩქარეთ, გთხოვთ. სასწრაფოდ უნდა ნახოთ. დაუჩქარეთ. მაყურებელო, ეთერშია სპეციალური საინფორმაციო გამოშვება. რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია. სანდო წყარო იუწყება, რომ მუზეუმიდან გაქრა მშვიდობის კრისტალი. მშვიდობის კრისტალის გაქრობას კი შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოყვას. ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე იმყოფება მუზეუმის ტერიტორიაზე. მათ მივესალმებით. მაკა, რა ვითარებაა მუზეუმში? მოგვახსენე თუ შეიძლება. მოგესალმებით ნათია, მე და ჩემი ოპერატორი ვიმყოფებით შემთხვევის ადგილას. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კრისტალი გატაცებულია და არავის არაფერი დაუნახავს. ერთი წუთით უკვე გყავთ ეჭვმიტანილი. თუ მიმართეთ პრეს-ცენტრს. და ქურდობა როდის მოხდა? კამერები უკვე ამოიღეთ? მიმართეთ პრეს-ცენტრს. მოგვიყევით რა დაინახეთ? ვინ მოიპარა კრისტალი? ტელევიზორში გამოვჩდები? დიახ, მოგვიყევით ვინ მოიპარა კრისტალი? მე არაფერი დამნახავს. სულ 10 წუთია რაც მოვედი. არაფერი. აი, ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ, ამ ეტაპისთვის გაურკვეველია კრისტალის გაუჩინარების მიზეზი. ჩვენ ვრჩებით დანაშაულის ადგილზე და დაუყოვნებლივ მოგაწოდეთ ახალ ინფორმაციას. ნათია? ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი მაკა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან გვერდთვებოდა. მადლობა მაკა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე პირობას ვდებ, რომ ეს საქმე უმოკლეს დროში იქნება გახსნილი. გამოძიებაში ჩაერთვება საუკეთესო კადრები. მთელი რესურსები გადასროლილია იმისთვის, რომ კრისტალი დროულად დაუბრუნდეს თავის ადგილ-სამყოფელს.
მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვ დარჩეს სახლში. განსაკუთრებით ეს ეხება ბალახის მჭამელ ცხოველებს, რათა თავიდან ავიცილოთ უაზრო გართულებები. ბატონო ბენო, ეჭმიტანილი თუ ყავთ? დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. საქმეს საუკეთესო გამომძიებლები აწარმოებენ. გამოძიებას უხელმძღვანელებს ოფიცერი კეთი. და ეჭმიტანილის შესახებ რას გვეტყვით? ჯერ კონკრეტულს ვერაფერს, მაგრამ პირობას გაძლევთ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კრისტალი დროულად დაბრუნდეს. მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვ დაემორჩილოს უსაფრთხოების საათს. ვიღაცამ დაგვასწრო. ნამდვილად ბატონო მერო, ვიღაცამ დაგვასწრო. და გავიგოთ ვინ მოიპარა. როგორ გამოგვადგებოდა ბებერი როლანდი? ეგ ნამდვილად იპოვიდა. ჯილდოს დავაწესებ. არავითარ შემთხვევაში. გუშინდელი ინტერვიუს მერე ისედაც შენზე აქვთ ეჭვი. იფიქრებენ ალიბის იკეთებსო. აბა რა ვქნათ? მე მივხედავ მაგ ამბავს. 48 საათი გვაქვს, მერე ისეთი არეულობა დაიწყება ქალაქში, გადაჭამენ ერთმანეთს. შენეცა და ზედმეტად არ გამოჩნდე. ჩვენ წავალთ და ხაზზე ვიქნებით. შემოდი. ამათ ხო არ დაგვასწრეს. არ ვიცი. აი ეს კონდეს და როცა საჭირო იქნება გამოაჩინე. ეს რაც მინდა. დამიჯერე, რასაც გეუბნები. ბედნიერებას მოგიტანს. ბედნიერებას? ხო. ბედნიერებას. ხო გინდოდა მუზეუმის დირექტორობა და გახდები კიდევაც. ორ კურდღელს ერთად დავიჭერ. კრისტალიც მე დამრჩება და ამ გაბრენძილ არწივსაც მოვიშორებ. სწორედ თქვენ გელოდებოდით. არის რამე? სამწუხაროდ არაფერი. სუფთად იმუშავეს. ანა ბეჭდებიც არ დაუტოვებიათ. თანამშრომლებთან მინდა გასაუბრება. როდის დატოვეთ მუზეუმის ტერიტორია? მე როგორც ყოველთვის საღამოს 7 საათზე. მე 5 საათზე ბანკში წავედი. მე მორიგე ვიყავი. მთელი ღამე აქ ნაძინა. რამე უცნაური ხომ არ შეგემჩნევიათ? მე არაფერი. დღისი 10 წუთით შოკი გამოირთო. მომეჩვენა რომ კრისტალი ისე არ კაშკაშებდა. ნაკლებად ანათებდა. ვინ აღმოაჩინა კრისტალის გაუჩინარება? მე აღმოვაჩინე, რომ გავიღვიძე, შემოვლა დავიწყე. როგორც ყოველთვის. ზარმაცამ აღმოვაჩინა შემოვლის დროს. ზარმაცამ რომ გაიღვიძა, ეგრევე აღმოაჩინა. დაცვას მორიგეობის დროს ძინავს? ზარმაცას ძირითადად ძინავს. ძინავს, მაგრამ ფხიზლად მძინავს. მე ინსტინქტი მაქვს, როცა მძინავს, თან არ მძინავს. ზოგჯერ უფრო მძინავს, ვიდრე არ მძინავს.
ვიცით რა შეასაქმე? ჩვენთან ძალიან დაბალი ხელფასია და არავინ დახვდება ღამის მორიგეობაზე. ზარმაცასთვის კიდევ მნიშვნელობა არ აქვს, სად დაიცინებს, ამიტომ ძლებია ჩვენთან მუშაობს. პოლიციის მოსვლამდე დარბაზში რამე ხომ არ გიპოვნიათ? არაფერი. ჩვენ გავუშეშდით და ასე ვიდექით პოლიციის მოსვლამდე. მე რაღაც ბუმბული ვიპოვე. აი, ეს ნივთ მტკიცებაა. რატომ მოკიდეთ ხელი პოლიციის მოსვლამდე? ამბობენ ბუმბულს რომ მიპოვი, ბედნიერება მოაქვსო. ხო და მეც ავიღე. კრისტალის ოთახში არავინ შევიდეს. გასაგებია? არავინ. ეს ბრძანებაა. ვიცოდი მოხვიდოდი, ყოველთვის მქონდა ალყო როლან. ვინ ხარ? მაგას არ აქვს მნიშვნელობა. გინდა დააბრუნო კრისტალი. ამოხსენი შენი გამოცანები. სადე გამოძიებაში ჩაერთო და დაიბრუნებ ძველ დიდებას. ეს ბოლო შანსია. მე ვარ მგელი, ძველი გამომძიებელი ზარ გამომრჩება რგოში სიცხნახურელიც ჩემი გული მგლისა და თავისუფალია და ძაღლივით ერთგულება გამორიცხულია ბურში ბრუნავს დრო ხოდა მე მომართეთ თუ დაგარგავთ ხბოს მომერიდეთ ჯობს აქ კრიმინალს ვერავითან დააგადენთ ბოს ყველა მეძმა კაცება პატიჟებენ ბარში მაგრამ გელი ყოველთვის მარტო მიდის სახლში ყველასათვის სანდო ვარ არ ვენდობი არავის მე ძაღლი არ გეგონოთ რუხი ფერი გადამდის ვინ ხარ? ოფიცერი კეთი, თქვენთან დასაუბრება მინდა. კრისტალის საქმეს იძიებთ და ჩემი რჩევა დაგჭირდათ. სწორედ მივხვდით. სამწუხაროდ მე ვერაფერს გირჩევთ. ჯობია ქალაქის მერს მიმართოთ. ის უფრო გამოცდილია ამ საქმეში. სწორედ მან დამავალა ამ საქმის გამოძიება. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც პრობლემებს აღარ ეძებენ. მეგონა დეტექტივებს ასაკი არ ჰქონდათ. რა გინდა ახალგაზრდაო? მხოლოდ თქვენი რჩევები. მხოლოდ ერთი პირობით. გამოძიების სადავეები ჩემს ხელში უნდა იყოს. არა, ასე არ გამოვა. მხოლოდ თანაბარი პარტნიორობა. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. 48 საათში ამ ქალაქში ისეთი ამბავი ატყდება. არ დაიდგომება. რა გვაქვს ხელმოსაჭიდი? სუფთად იმუშავეს. ერთადერთი რაც გვაქვს თეთრი ბუმბულია, რომელიც მუზეუმის მცველმა იპოვა. კამერები ამოიღეთ.
კამერების ჩანაწერები წაშლილია, თუმცა რაღაც გამოსავალი მე მგონი არსებობს. მოკლედ, პირობა მარტივია. ჩვენზე დაიწყებ მუშაობას და სასჯელს გადაურჩები. და რა უნდა გავაკეთო? პირველ რიგში მუზეუმის კამერების ჩანაწერები უნდა აღადგინო. გასაგებია? თამცინით? მაგას რა უნდა? ხო და თუ რა უნდა, მაშინ შეუდექი საქმეს. პირობა რთული. და რა პირობა? ჩემ კომპებთან მჭირდება წდომა. მაგას მოვაგვარებთ, მაგრამ იცოდე, გაქცევა არც იფიქრო. ეს ვაჟბატონი მთავარ განყოფილებაში გადამყავს. ნახე ვინ გამოაგზავნეს. ბებერი როლანდი. როგორ ხართ ბიჭებო? ხო კარგად დარაჯობთ. არავის უშვებთ, როგორც გვიბრძანეს. კარგია, ასე გააგრძელეთ. მე დანაშაულის ადგილს გადავხედავ, გაგზავნეთ. აბა თქვენ იცით. და ერთი თხოვნა მაქვს. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მე აქ არ გინახივართ. რა თქმა უნდა. მოიცადე. ბებერი როლანდი სამსახურიდან ხომ გაუშვეს 2 წლის წინ. ყველაფერი კარგი ადამიანებისთვის არის. ჩვენზე არავინ ფიქრობს. არავინ. მე ბავშვობის მერერზე არ დამილევია. აბა, ეს თუა აზრზე რა არის გემრიელი? შენ რა, გაგისინჯავს? მე არა, ვინ გამასინჯებდა, მაგრამ გამიგია. აი, რაღაც ვიპოვე. ერთხელაც გადაახვიე. ეს არაფერს გვაძლევს. სხვა გზას უნდა მივმართოთ. მე მგონი ბუმბულის კვალს უნდა გავყვეთ. რას ფიქრობთ? იცოდე, მე და კეთი გავალთ. შენ ფეხი არ მოიცვალო, გაიგე? ამ 64-დან სად წავალ?
ისინი დაღამებას უნდა დაველოდოთ. მართალია. ეს რა არის? არ არის ჩვენთვის რით ვერ გაიგე. აი ვიპოვით კრისტალს და მაინც გავსინჯო. აი გეფიცები კრიმინალს ჩავიდნენ და მაინც გავსინჯო. მთელი დღე უთვალთვალებდით. მთელი დღე. და რა მივიღეთ? რა და უსკვერცხები. არაფერია დაკარგული. ძალიან კარგი აზრია. სამაგიეროდ ვიცი რა ვუყიდო ჩემს დიშვილებს. ეგ თუ გვიშველის. თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მე რამდენად? მე ჩემი დანაშაული გამოვისყიდე. შემიძლია წავიდე. ვიცი რა გჭირდება. რა? დროში მოგზაურობა. რა? გამოუვალ მდგომარეობაში ყოველთვის დროში მოგზაურობ. მომყევით. სტეკ. მოვედით. პორტალი ღია. ეს არის დროში მოგზაურობის პორტალი? ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლია დროში იმოგზაურო. გინდა წარსულში წახვალ, გინდა აწმყოში დარჩები და მეტიც მომავალში შეგიძლია გაიჭრიდო. ეგ როგორ ბატონო უფროსო დეტექტივო? როგორ და წიგნებით, ჩემო სანდრო, წიგნებით. მარტო კომპიუტერით შორს ვერ წახვალ. აბა, შევედით, ნახოთ რა არის ახალი. დავისვენებთ და დავკვალიანდებით. ეგ დროში წინ წაგიყვანთ თუ უკან? ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ. აბა, გისმენ. კრისტალი ღამე დაიკარგა, ხო? დიდი ალბათობით. და ღამე ვინ ხედავს კარგად და ვის არ სძინავს? მშვენიერი აზრია. წავედით. რამე საიმედოს თუ არ გვეტყვის, პლუს კვერცხებს მაინც დამოვიღებთ. კარგად გამახსენე. არ დამავიწყდეს, პატარა როლიკოსთვის უნდა ვიყიდო. გონი დავიკარგე. ძლივს მოგაგენი. კიდევ კარგი პეპერი ცხვირი ისე უღნოსავს. რა გჭირს? მოცელი მტკივა. თათები მიკანკალებს. სუნთქვა მიჭერს. გონი მოიწამლე. ეს მოწამლას არ გავს. უბრალოდ შენი სხეული გეუბნება, რომ რაღაც საფრთხეა ახლოს. ანუ საფრთხეში ვარ? შეიძლება კი, შეიძლება არა. როცა საფრთხეს ვხსნობთ, სხეული გვიგზავნის ნიშნებს. მუცლის ტკივილი, კანკალი, სუნთქვის გართულება. ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ საშიშია. მაგრამ გეუბნება გაჩერდი და დაფიქრდი. ანუ ახლა საფრთხეში ვარ? ასე მარტივად ვერ გეტყვი. მე მაგალითად, როცა საფრთხეს ვხსნობ, გულისცემა მიჩქარდება. თუმცა გულისცემა მაშინაც მიჩქარდებოდა, როცა მთიდან თხილამურებით ვეშვებოდი. თუ გული გიჩქარდებოდა, რატომ სრიალებდი? ვინმე გაძალებდა? არა. მიყვარდა თხილამურებით სრიალი, არავინ მაძალებდა.
მართალია ამთლად უსაფრთხო არ იყო, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. მე ამას შიშნარევ მხიარულებას ვეძახი. თუ არჩევანის საშუალება გაქვს, მაშინ ნამდვილად არ ხარ საფრთხეში და თუ არჩევანის საშუალება არ გაქვს, სასწრაფოდ უნდა იმოქმედო. კი ვიცი, უნდა ვიმოქმედო, რომ თავი უსაფრთხოდ ყოველთვის ვიგრძნო. სკეიტის რეალს არავინ მაძალებს. ჩემი არჩევანია. თუმცა ვფიქრობ, მგონი ეს არაა შეშნარევი ღიარულება. ანუ გამიზნულ დღის გავ. თავარია შენ გაქვს არჩევანი. ხმას უნდა გაუყვეთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. კატებს და კურდღლებს ერჩისო. გოგეშენია, ჩემი ძველი ნაცნობია და არაფერს დაგიშავებთ. ნახდად ამის აგენტი იქნებოდა. ვიცი რომ მოვა. კვერცხი ხო არ დადო სადმე? ბებერი როლანდი, გელოდებოდი. რას ელოდები ჩემგან? გგონია ღამე არ მძინავს და ყველაფერს ვხედავ? საიდან იცის ჩვენი მოსვლის მიზეზი? არ ვიცი. შენი რჩევა მჭირდება. ადრე ჩემს რჩევებს არ ითვალისწინებდი. ერთს გეტყვი. მუზეუმის ზღაპრების სამყაროა. ჭეშმარიტება იქ იმალება, სადაც წარსულის დუმს. 25-31. რამეს მივხვდი? მგონი კი. მგონი დროს კარგავთ. ჯობია ბუმბულის ექსპერტიზა ჩავატაროთ. ეს ნამდვილად არწივის ბუმბულია, მაგრამ დანაშაულის დამოპყრობის დრო აშკარად არ ემთხვევა. ესე იგი, ვიღაცამ ბუმბული დანაშაულის ადგილას მიიტანა. შესაძლებელია. არქივის სერვერზე უნდა შეხვიდე. აბა, რას შეძებთ? იქ იმდენი საბუთია. მოკლედ, ერთადერთი ხელმოსაკიდი რაც გვაქვს 25-31-ია. სცადე.
Სადოთ. ეს ნახე. კრისტალის გაუჩინარების გამოძიება ორ ახალგაზრდა დეტექტივს დაევალა. ოფიცერი როლანდი მოულოდნელად გამოძიებას ჩამოაშორეს. კრისტალი ქალაქს ოფიცერმა ბენომ დაუბრუნა. კრისტალის გმირი ქალაქის მერი ხდება. რაო? როლანდზე არაფერია. რატო ჩამოაშორეს გამოძიებას? არ ვიცი, ერთი რამ ფაქტია. როლანდი და ბენო მეწყვილეები იყვნენ. 48 საათი იწურება. ქალაქის რამდენიმე უბანში აგრესიის შემთხვევებმა იმატა. ვეღარ შეგხვდები. მამა ჩემი არ გენდობა და ღელავს ჩემს უსაფრთხოებაზე. იცი, ალიკაპს გავიკეთებ. თუ კრისტალს დროზე არ იპოვის, ალიყაფი არ გვიშველის. საერთოდ სტომატოლოგთან მივალ და კბილებს დავიძრო. თუ ამან მოიპარა, რა შეჭირდებოდა? იქნება ამან. იქნება ამან. გისმენთ? დრო ცოტა, უთვალთვალე იმას, ვისაც თავად უყვარს თვალთვალი. არის რამე? აი რა ყოფილა მიზეზი. რის გამოც როლანდი ჩამოაშორეს გამოძიებას. გამოძიების პროცესში როლანდის აგრესიამ გაიღვიძა და ვიღაც შემოეკბილა. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეხლაც რომ იგივე დაემართოს? არ მოგვეკარო. რა დაგემართოთ? ვიცით, რატომ ჩამოგაშორეს წინა გამოძიებას. კარგად გიმუშავიათ. დამშვიდით, თუ რამე შემატყვეთ, იმ წამს ვეპორკილები დამატეთ. არ შეგეწინააღმდეგებით, ჯერ კიდევ მაქვს მაგის ძალა. მითხარით, ვინ იპოვა ბუმბული? ბაყაყმა. კარგი, გასაგებია. სად იპოვეთ ბუმბული? აი აქ. გასაგებია, მალე ყველაფერი გაირღვევა და დამნაშავეც დაისჯება. ნეტო რას უსწავლენ დამნაშავეს?
გეგმამ გაამართლა. როლანდი იყო და არწივის ბუმბულზე კითხულობდა. მშვენიერია, მშვენიერი. მაგრამ ეხლა ის უფრო მაინტერესებს, ვის ხელშია კრისტალი. ერთი რაღაც შევამჩნიე. როდესაც როლანდი ეჭმიტანილის დაკავებაზე საუბრობდა, ბეჰემოტი ძალიან ნერვიულობდა. ძადი და ბეჰემოტს თვალი არ მოაშორო, შეიძლება მართლა რამე იცის. ვითარება რთულდება. კრისტალი თუ გვიშველის. ნამდვილად ბატონო რეზო, ჩვენი ხსნა კრისტალშია. არწივს არ აქვს კავშირი კრისტალის გაქრობასთან. სავარაუდოდ ბენო და ბაყაყი რაღაცას მალავენ. ბაყაყს ავიყვანთ თვალ-თვალზე, მაგრამ ბენოს რა ვიყავთ? ბენოსთან მე მივალ. წლები არ მინახავს და ნამდვილად გავუხარდება. დაბერებულ ხარ, როლანდ. არ ჩენ ხარ ახალგაზრდა. რამდენი წელი გავიდა? 15? 20? არ დამითვლია. ხომიცი, მე არაფერს შუაში ვიყავი. რაც მოხდა, ყველაფერი შენი მტაცებლობის ბრალი იყო. ვერ გახდებოდა კრისტალის გადამრჩენელი ოფიცერი, რომელმაც მოქალაქეს კბილი გაგრა. ვიღაცას უნდა კრისტალის ამბავი არწივს დაბრალდეს. ნივთ მტკიცება გიჭირავს და მიხედე საქმეს. დრო ცოტა და თუ დამნაშავე არ დაისაჯა, ამ ქალაქში ისეთი ამბავი ატყდება, ყველა პასუხს მე მომთხოვს. ექსპერტიზა მარდა დასტურა არწივის მონაწილეობა. 48 საათი იწურება, ძალიან ცოტა დრო გაქვს. მომიწევს შენი დაპატიმრების ბრძანება გავცე. ისევ შენთვის. ვინმე რო არ დაგლიჯო. მართალი ხარ ბენო, მართალი. ქალაქში დაფიქსირდა დაცებლების მხრიდან აგრესიული გამოხტომები. 48 საათი იწურება. მოსახლეობას ვთხოვთ სახლში დარჩნენ. მე ვარ როლანდი იყო მუზეუმში. მგონი რაღაცას ხვდება. თუ დამიჭირეს, იცოდე რომ რომელიმე ზოოპარკს გადამცემენ. ნუ გეშინიანო და ყველაფერი კარგად იქნება. ეს ბუმბული მუზეუმში იყო აღმოჩენილი. მე არაფერ შუაში ვარ. მე მხოლოდ კრისტალის ბანკში გადმოტანა მინდოდა. ვიცი. ვიღაცამ გადაწყვიტა რომ შენ დაგბრალდეს ეს წარცვა. ვინმეზე ხო არ გაქვს ეჭვი? იქნებ ამას სურს თქვენი ბანკის ხელში ჩაგდება და ამან მოაწყო. მე რა შუაში ვარ? არწილმა და მერმა ერთად მოიგონეს გადასახადების გეგმა.
ალბათ მერმა მოაწყვეს ყველაფერი. მართალია, თქვენ არ მოგიპარავთ კრისტალი. მაგრამ ცხოველთა ქალაქის წინააღმდეგ თქვენ მოაწყვეთ შეთქმულება. ამისთვის აუცილებლად დაისჯებით. როცა დამნაშავეს ვერ პოულობ, დაუსვი შენ თავს შეკითხვა. იქნებ დანაშაული სულაც არ მომხდარა. დანაშაული სულაც არ მოხდა. დანაშაული სულაც არ მოხდა. კეთი, მუზეუმის დირექტორი აიყვანეთ სასწრაფოდ. ნაგანიცის სად არის კრისტალი? რას ეტყვით ტელემაყურებელს? სულელა, როგორ უთხარი როლანდს ჩვენი შეთქმულების ამბავი? ერთმანეთთან ჩხუბს გირჩევნია ბენოსთან გარკვიო, რატომ მოინდომა შენი გალიაში გამოკეტვა? ვიცით, რომ თქვენ გაიტანეთ კრისტალი. გავიტანე, რომ არწივს და მერს არ ჩავარდნოდათ ხელში და საწყალი ცხოველები არ დაეჩაგრათ. სად არის კრისტალი? დრო ძალიან ცოტაა. იქ, სადაც სიტყვა სამჯერ მეორდება. აღარ შემიძლია ეს გამოცანები. არც მე. სად არის კრისტალი? იქ, სადაც სიტყვა სამჯერ მეორდება. აგრესია მეწყება და შენ თავს დააბრალე. მე ვიცი როგორ ვიპოვოთ. თელ ქალაქს მოედო აგრესია. ის ადგილი უნდა ვნახოთ, სადაც სიმშვიდეა და კრისტალის ენერგია მოქმედებს. და სადაც სიტყვა სამჯერ მეორდება. კეთი, სასწრაფოდ გამოითხოვე მონაცემები. უნდა მოვასწროთ. ოჯახ სანდრო. რა გინდა ჩემგან, რა ხდება? შენ ბუმბული გაქვს თუ ბეწვი, რა დაგაპუტო? მე არაფერ შუაში ვარ, რა გინდათ? ვითარება ქალაქში უკიდურესად დაიძაბა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი უწყება, დაკორტნილია ქალაქის მერი. ბანკ კავკასიური არწივის მფლობელი კი გაპუტულია. როგორც ექიმები ამბობენ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. აი თურმე სად მეორდება ხმა სამჯერ. ვინ მოგვიყვანა აქამდე და რატომ? რა დაგემართა? კვეთრის სინათლის მეშინია. მინდა რომ სადმე დავიმალე. სინათლის ეშინია, სინათლის როგორ უნდა გეშინოდეს? რაც შენ არ გაშინებ, შეიძლება სხვას აშინებდეს. მოდი გამოვრდოთ ფანარი და გავიდეთ დარბაზიდან. ფანარი რატომ უნდა გამოვრდოთ? ჟოჟა შოკის ეშინია. გამოვრთავთ ფანარს და ჟოჟას დამშვიდდება და თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ყველას აქვს უფლება ნებისმიერ დროს თავს გრძნობდეთ უსაფრთხოდ.
დროზე აქ მოდით. ამას ნამდვილად არ ველოდი. დიდ პირამიდაში დიდი სიურპრიზი იქნება. როლიკოს რომ მოაჩუქე, ზუსტად ისეთია. თავარია, როგორ გავხსნათ. კეთი, შენ იქ დადექი. ხოჭახ სანდრო, მე იქ დავდგები. როგორ ჩანს, სამი ცხოველი არ ყოფნის ამ საქმეს, რამე უნდა მოვიფიქროთ. ხედა მოაგენით და თანაც გახსენით. წესით 4 უნდა ყოფილიყავით. ლეგენდაში ასე წერია. ზოგჯერ ლეგენდების ტყუიან. თუმცა შეიძლება არც ტყუიან. დარბაზში 4 ვართ. ალბათ მე მგულისხმობდნენ. მე დავდგები შენს მაგივრად. შენ კი შიგთავსი აიღე. იმედია აღარ შემაწუხებთ. ვიცოდი რომ მოაგნებ. ისიც ვიცი რომ ეხლა კრისტალს საფრთხე არ ემუქრება. ეს შენიღავი ყველაფრის მოთავე. ზოგჯერ ის რაც ბოროტება გგონია, შეიძლება სიკეთედ მოგევლინოს. ესე იგი თქვენ და ნოდარმა გადაარჩინეთ კრისტალი? ხშირად დამნაშავე ის არაა, ვინც რაღაც ჩაიდინა. არამედ ის, ვინც თვალები დახუჭა. ესე იგი ნოდარი არ არის დამნაშავე. როცა ყველა გეძებს, დროა თავად დაიკარგო. მხოლოდ დაკარგულებს შეუძლიათ სიმართლის პოვნა. სწრაფად, ქალაქში უნდა ჩავიდეთ. მომყევით. ცხოველთა ქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის დაპატიმრებულია ბანკის არწივი რეზო და მისი თანაშემწე სვავი. ასევე დანაშაულში მხილებულია ქალაქის ყოფილი მერი ბენო და მუზეუმის მცველი ბაყაყი. დეტექტივი კეთი ქალაქის ახალი მერი გახდა. გამომძიებელი როლანდი პენსიიდან დაბრუნდა. სანდრო კი დაინიშნა ბანკის უსაფრთხოების უფროსად. კეთი, მოხვედი? საჩუქარი მოგვიტანე? ლულუ, ასე რატო გამოიყურები ძილსაპირე? არა, უბრალოდ პიჟამო ისე მიხდება, გადავწყვიტა სკოლაშიც ასევია. სკოლაში პიჟამათი? შენ მართლა საყვარელი ხარ ამ პიჟამოში, მაგრამ იცი რატომ არ ვიცავთ პიჟამოს გარეთ? რადგან ძილისთვისა. ზუსტად, პიჟამო პირადია. ის კომფორტულია, მაგრამ შექმნილია იმ სივრცისთვის, სადაც მარტო ვართ, ან ძალიან ახლობლებთან. სკოლა, ქუჩა, მაღაზია, ეს ყველაფერი საჯარო ადგილებია. ანუ საჯარო ადგილებში ვცდილობთ სხვების წინაშე ისეთ ტანსაცმელში ვიყოთ, რაც ყველასთვის მისაღებია? ოჯახ და იგივე ეხება სხეულის პირად ნაწილებსაც. მხოლოდ შენ წყვეტ, ვინ რა უნდა ნახოს. შენი სხეული შენი საკუთრებაა. ანუ სხვებს არა აქვთ უფლება ნახონ ჩემი პიჟამო თუ მე არ მინდა? სწორია.
და არც შეხება შეიძლება შენი ნებართვის გარეშე. ეს პირადი სივრცეა და ის დაცულია. ხოდა სკოლაში ჩვეულებრივად ჩავიცვამ, მაგრამ სახლში ისევ ვიქნები პიჟამო პრინცესა. და აი რაც მთავარია, საჩუქრები, მაგრამ გახსნა სახლში, პირად სივრცეში.